ძლიერი საქართველო ლელო პარტიების აკრძალვის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სასამართლოს სარჩელით პოლიტიკურმა გაერთიანებამ დღეს მიმართა. საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესშიც იქნებიან ჩართულები. ძლიერი საქართველო ლელო საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავს, რადგან მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა ქართული ოცნების მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და ამ ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს. ძლიერი საქართველო ლელოს განცხადებით, სრულიად აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23, 25, 31 და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს. გარდა ამისა, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ისევე როგორც გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22 მუხლს, აგრეთვე ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის ერთ-ერთ პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან ინდივიდების უფლება, თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა. ქართულ ოცნებას განზრახული აქვს, რომ დიქტატურა საბოლოოდ დაამკვიდროს ამ ქვეყანაში, რათა არანაირი სივრცე არ დარჩეს განსხვავებული აზრისთვის, რათა პოლიტიკური ოპოზიცია გაქრეს პოლიტიკური ველიდან. ჩვენ ვიბრძოლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი კონსტიტუციური სარჩელით, სადაც კვალიფიციურად არის დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტებით, თუ რატომ არის ეს კანონმდებლობა არა მხოლოდ ანტიდემოკრატიული, არამედ საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამო. კონსტიტუცია არ აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს იმის უფლებამოსილებას, რომ გადაუწყვიტოს ადამიანებს იქნებიან თუ არა პოლიტიკაში ჩართულები და განახორციელებენ თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას. მსგავსი კომპეტენცია მას არ აქვს, ეს თავისთავად ცხადია და შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში. ეს კანონი მოქმედებს, რაც კი ჩვენ კონსტიტუცია გვაქვს, ეს კანონი და კონსტიტუცია ამას ითვალისწინებს 10 წლეულები არის და ახლა გაახსენდათ, როცა თავად ხედავენ რისკს, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ამის ობიექტი ერთი და მეორე, კიდევ ერთხელ ჩვენი თუ არ ჯერათ ნინო ლომჯარიას ხო ჯერათ? კითხო ნინო ლომჯარიას პარტიების აკრძალვის მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოში ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას. ადამიანს, რომელმაც მათ შორის სახალხო-დამცველი იყო იმ მომენტში, როდესაც შეადგინა სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკცად, გზა სარჩელი მიუტანა ლელოს და მათ და სხვა პარტიებს იმისთვის, რომ შეეტანათ საკონსტიტუციო სასამართლოში.